ბატონო გელა, მოსახლეობის დიდი სურვილია, რომ გაიგონ, საიდან მოვიდა სახელი დედის ქუჩა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოგზაურებისთვის და ამ შეკითხვის დასმისთვის. რაღაცა არასდროს არ მithქვია ეს, უბრალოდ ერთი თვის უკან თუ 20 დღის უკან ზოგადად შეეხო ერთი ჟურნალისტი ამ თემას ზოგადად და მე როცა გაიგეს უკვე მოსახლეობამ რომ ყველა მხარი ცოდა და რომ გაიგეს უკვე ბევრი შეკითხვა, ბევრი დარეკვა, როგორ იყო, რა იყო და ჩვენ ცხოვრობდით სენაკში. და სენაკში იყო ერთი ძალიან დიდი ქუჩა, ერევნის ქუჩა. და ცხოვრობდით იქ და უცებ დედაჩემი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ახლა მე პატარა ბიჭი ვიყავი მაშინ და ძმაც მყავდა ჩემზე უფროსი, დაც მყავდა, გარდაიცვალა და რა გინდა ახლა რა ვქნა რა. ჩვენ სამეგრელოში როგორც სხვა საქართველოში სხვა კუთხეებშიც ვიცით რა წესია ჩვენი რომ ადამიანები მოდიან, სუფრას უშლიან და ესე შემდეგ. და ესე ჩვეულებრივად გაგრძელდა სუფრის გაშლა და ერთშენიერ დღეს აი 3 დღით ადრე თქვა სანამ დავასაფლავებდით 3 დღით ადრე ერთ კარგი სუფრა გაიშალა და მოვიდნენ სენაკის მთავრობა მაშინდელი აი რასაც ეთქვიან რაიკომის მდივანი მისი მოადგილე მე მაშინ ბავშვი ვიყავი და ესენი ნანახიც კი არ მქონდა და აქეთ მეორე მხარეს ესე დაждდნენ ესენი სუფრაზე და მეორე მხარეს დაждდნენ ვინ ჩვენი ნათესავები მაგრამ როგორ ახლა თუ თქმა არის უნდა ვთქვათ ხო ჩვენი გვარი ეს არკალაიები წესიერი ხალხია კარგი ხალხია პატრიოტული ხალხია და ჩვენი ძირი არის ბეთლემი არის ესეთი სენაკიდან 15 კილომეტრში 10 კილომეტრში ძირი იქიდან გვარდა ეს ვარკალაიები გვარი ყველა ვართ ერთმანეთის ნათესავები მაგრამ ამ ვარკალაიებში აღმოჩნდა რაღაცა პროცენტი ადამიანებისა მაშინ ალბათ გაგონილი გექნებათ რომ კანონიერი ქურდები და იყო ესეთი ერთი კანონიერი ქურდი ცანციკო ბარკალაია, ვაჟა ბარკალაია, ქოთომა ბარკალაია, მერაბი ბარკალაია და ნუ ესენი მოვიდნენ და მათი საძვაკაცოები ქუთაისიდან კვეშო, მელია, დათოსეფის კვერაძე, რობერტა კალანდაძე თბილისიდან, ახო დარსმელიძე ფოთიდან და ნუ მთელი ესენი ახლა რაიკომის